ერთი ცალი კვერცხი. აბსოლუტურად სრულყოფილი საკვები. იმაზე არ გესაუბრებით, რომ ლუთეინს შეიცავს, რომ ომეგას შეიცავს, რომ ჯანსაღი ცხიმია, რომ საკმარისი პროტეინის წყაროა, ეს ყველაფერი ისედაც წერია ინტერნეტში და შეგიძლიათ მოიძიოთ. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სრულიად სხვა რამეზე. ეს არის ერთადერთი საკვები, რომლის შიგნითაც ყალიბდება სრულყოფილი დამოუკიდებელი სიცოცხლე. ეს ნიშნავს, რომ მისი შემადგენლობა სიცოცხლისთვის სრულიად საკმარისია. შენი ორგანიზმის ყველა სისტემა იქნება მხარდაჭერილი, იქნება მომარაგებული და იქნება სრულყოფილად გამართული, თუ შენ რეგულარულად მიიღებ კვერცხს. კვერცხი არ შეწვა ზეთში, იმიტომ რომ მაშინ გააფუჭებ ყველაფერს და ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს. თუ წონა არ გაწუხებს, შეწვი კარაქში, შეწვი ერბოში, ღორის მუცლის კონში შეწვი. ოღონდ ზეთში არ შეწვა. არც ზეითუნის ზეთში არ შეწვა. არ არსებობს შესაწვავი ზეთები. და ასევე არ ჭამო ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე. ჭამე 3 დღეში ერთხელ, ოღონდ ერთ ჭამაზე 3 ცალზე ნაკლებს უშეჭამ. იმიტომ რომ კვერცხი მალე აითვისება ორგანიზმის მიერ და მალე მოგშივდება. ხოლო თუ წონა გაწუხებს, პატარა საიდუმლოს გეტყვი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემმა კლიენტმა და ბავშვობის მეგობარმა მასწავლა. სენდვიჩ მეიკერი ხო იცი? ტოსტერს რო ვეძახით, აი გასაცხელებლად რო ვიყენებთ ხოლმე რაღაცეების სენდვიჩების გასაკეთებლად. მაგაში იწვევა იდეალურად. კარგად გაასუფთავე ზედაპირი და პირდაპირ დაახალე ზედ. იდეალურად შეიწვევა კვერცხი. მიირთვი გემრიელად და თუ გაინტერესებს, რომელი საკვებია ჯანსაღი და როგორ უნდა მოამზადო, რომ ჯანსაღი დარჩეს, ასევე პერსონალური მენიუს შესადგენად მომწერე პირადში. მოდი, ვილაპარაკო.